მოგესალმებით ჩემი ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთვის ტენდენციები ვიდეო აქტუალურია ნახვიდან. მას ასე წარმოთქვით საკუთარი სახელი და ვნახოთ რა ენერგიები შემოდის. პირადი ურთიერთობები, ფინანსები და ჯანმრთელობა განვიხილოთ უახლოესი ერთი თვის ტენდენცია. შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. ველოდებით თქვენგან ლაიქებს და არხის გამოწერას. მას ასე ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ ნახოთ. ძალიან ძლიერი ნატურა. არ აქვს მნიშვნელობა ქალები თუ მამაკაცები. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც ჰოროსკოპს აქვს მნიშვნელობა. უძლიერესები. ნახეთ, დრო მოვიდა რომ აი ესი ძლიერი მაქსიმალურად გამოიყენოთ. უახლოესი ერთი თვის ტენდენცია იქნება საკმაოდ მკვეთრად გარდამტეხი თქვენთვის ნებისმიერ საკითხში. ეს იქნება ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ასე შემდეგ. იყო უსასრულობის ნიშანი, სადაც საკმაოდ დიდი ხანი იწრიალეთ გამოუვალ მდგომარეობაში და დრო მოვიდა რომ ეხლა უკვე მოიკრივოთ აბსოლუტურად ყველა ძალა, იმიტომ რომ თქვენის ძალაც გაქვთ და რესურსებიც და თქვენივე ცხოვრება, თქვენივე ნაბიჯები, თქვენივე პრობლემატური სიტუაციები, თქვენ თვითონ განაგოთ, მართოთ და აკონტროლოთ, იმიტომ რომ 4-ე სტიქი ხელში გიჭირავთ. ძალიან ძლიერი მაგია მოდიხართ, ანუ მაგები ნიშნავს საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონი, ძალიან დიდი ძალის, რესურსების მქონე ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა ქალები თუ მამაკაცები მიყურებთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს ძალა, იმიტომ რომ ეს დაგეხმარებათ უზარმაზარი სურვილის ასრულებაში. უახლოესი ერთი თვის ტენდენცია ბევრი თქვენთაგანისთვის სანუკვარის სურვილის ასრულების პერიოდი დგება. ნახეთ, თუ მაქსიმალურად გამოიყენებთ იმ რესურსებს, რაც ეხლა მე ჩამოვთვალე, აუცილებლად მოხდება ამ თქვენი სანუკვარი სურვილის ასრულება. არ ვიცი ვის რა გაქვს შეფიქრებული, არა აქვს მნიშვნელობა ეს რას უკავშირდება, ფინანსებს თუ პირად ურთიერთობებს. მოდი მაინც ჩავეკითხოთ, ანუ რა სურვილი გისრულდებათ, რას უკავშირდება ეს თქვენი სურვილის ასრულება. მამაკაცი, რომელიც გარიყულია თქვენგან, თუ ქალბატონები მიყურებთ ჩემს ვიფრესებო, მამაკაცი, რომელიც გამოკეტილი აქვს აბსოლუტურად კარები თქვენთან ურთიერთობაში, ხდება დისტანცია, იმიტომ რომ ხმლების მეფე შესაძლებელია ხაერის ნიშნები იყოს, მაგრამ ამას არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ აქ არის რაღაცა ხისტი ენერგია, გაურკვეველი სიტუაციები, სადაც არის დისტანცია ურთიერთობაში და კომუნიკაციაც კი ნაკლებად. ამიტომ აი სურვილი ასეთ მამაკაცს, ასეთ ურთიერთობებს უკავშირდება. იქ სადაც წყვილში ამოდიხართ ორივე, ნახეთ, ერთნაირები ხართ აბსოლუტურად, ძალიან ჯიუტები თუ მამაკაცები მიყურებთ, მაშინ ქალს უკავშირდება რასაკვირველია იგივე სცენარი, რაც მე ჩამოვთვალე. ამ შემთხვევაში თითქოს ორივე ერთმანეთის ანარეკლი ხართ. ნახე, ის როგორც იქცევა თქვენც ისე იქცევით და ნუ მოკლედ ორივე იქნებთ საგაზის ხმლებს. აქედან ის, იქიდან თქვენ. ხო და რა ხდება ამ სიტუაციაში ამ შემთხვევაში? აქ მესამე პირებმა ითამაშა ძალიან დიდი როლი. გოლისკენა იყო ნამდვილად, აქ მოხდა ჩარევა, ძალიან ცუდი ასპექტებით, შესაძლებელია ეს ასპექტები განვიხილო პირდაპირ მნიშვნელობით. ამ მესამე პირების ჩარევა მოახდინა დასრულება თქვენი ურთიერთობის, კომუნიკაციის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სიკვდილი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ტრანსფორმაცია, არამედ ბევრ თქვენთაგანთან დასრულებულ ურთიერთობაზეა საუბარი, იმიტომ რომ კოშკი და სიკვდილი აქ ნიშნავს ფუნდამენტურ მსხვერპლს, ნგრევას. ნახეთ, ეს დანაკარგები შესაძლებელია არა მხოლოდ პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვან ძვირფასი ადამიანის რეალურად გარდაცვალებასაც კი. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარეთ, არც თუ ისე დიდი ხნის უკან, აქ მოხდა ძალიან ცუდი ჩარევები. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კიდევ იმასაც გეტყვით, აქ აუცილებლად ტრამვები შესაძლებელია მოხდეს და იყოს გზებზე ფრთხილად იყავით, მოტეხილობების ალბათობა, გულსისხლძარღვი სისტემებს მიექციათ ყურადღება აუცილებლად, იმიტომ რომ ამას შეიძლება ცოტა ისეთი უხეში ენერგიები მოგიტანოთ ჯანმრთელობის პრობლემებს გულისხმობ. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება უახლოეს ერთ თვეში ჩვენი ფინანსური რესურსები. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე გამარჯვებები. ნახეთ, რაოდენ რთულ პერიოდსაც არ უნდა გადიოდეთ. ეხლა უკვე დასასრულს მიუახლოვდა ეს რთული პერიოდი და ნამდვილად აი ნახეთ, თქვენს თვალწინ შეხავ კარდებს და ვიღებ ხო არკანებს. ნახეთ, აი რომც არ იცოდეთ არკანების მნიშვნელობა დააგვერდით, აქ ფულის წვიმა, აქ ოჯახის იდილია. თუ პირად ურთიერთობებს უკავშირდება, აქ ბევრ თქვენთაგანთან უზარმაზარი გამარჯვებების ეტაპი იწყება. ეს ზუსტად მოიცავს გამარჯვებას. აქ ცხენზე ზიხართ, დროშა გიჭირავთ ხელში და ხალხი გეგებებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ფინანსები
ფინანსები ვიკითხე, რომ ბევრ თქვენთაგან საკმაოდ საინტერესო შემოტრიალება მოხდება ფინანსურ საკითხებში. შესაძლებელია ეს თქვენი უზარმაზარი სურვილით ასრულებას ერთგვარად ამასაც უკავშირდებოდეს. კარიერა, სწავლა-განათლება, ფინანსური რესურსები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში დეკემბერში დაწყებული ცვლილებები და გითხარით კიდეც რომ საკმაოდ გარდამტეხი იქნება თქვენთვის, ეს 2025 წლის მიწურული პერიოდი განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში აქ ძალიან კარგი გამარჯვებები მოდის რეალურად, ვისაც მიზანი გაქვთ დასახული, ვინც მიიწევთ ამ მიზნისკენ, აუცილებლად იცოდეთ რომ ფარხმალი არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ, იმიტომ რომ გამარჯვებები თქვენს მხარეზეა. მოდი ვნახოთ ეხლა რა ხდება პირად ურთიერთობებში უახლოეს ერთ თვეში, სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები. რა ხდება იქ? შერიგება. შერიგება ჩემი ძვირფასებო 10-იანი 10 რიცხვი 10 დღე შესაძლებელია აი რაღაცა 10-იანთან არის პერსპექტივა. ნუ ყოველ შემთხვევაში 10-იანი თასები ნიშნავს ძალიან დიდი სიხარულის ენერგიას. ცისარტყელის ქვეშ დამდგარი წყვილი, რომელიც გასცემს ბუნებას, ბავშვებს, ბედნიერია და ხარობს. ისთანაც გაურკვეველი სიტუაციები იყო დამერწმუნეთ, რომ ბევრ თქვენთაგან თან ეს საჯაროა და ნუ მიიღებთ ხოლმე ესე ძალიან პირადულად ამ გაშლებს ხოლმე, იმიტომ რომ ეს არ არის პირადი კონსულტაცია, მაგრამ ბევრ თქვენთაგან თან, სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები, აქ მოხდება შეხვედრა, აქ მოხდება შერიგება, გადაწყობა ენერგიების რასაკვირველია, ცვლილებების სასიკეთო თვალსაზრისით. ვისთანაც არ არის პარტნიორი, იქ რა შეიძლება მოხდეს ვიკითხოთ? ახალგაზრდა მამაკაცი მოდის. თასები ემოციაა ზოგადად ნახეთ როგორ თასს გაწვდით. ამ სიყვარულთან დაკავშირებით ამ სიყვარული აი წამომს და სიყვარულს გაწვდით, ნამდვილად გთავაზობთ გულწრფელ ემოციას. აქ შესაძლებელია ასე კი თქვენზე პატარაც იყოს ეს ხმაწვილი, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ ძალიან გულწრფელად მოდის, აი გულწრფელი ემოციებით მოდის. აქ არ არის აფერისტის ენერგია, აქ არ არის ტყუილის ენერგია, აქ არ არის ნახეთ გამომყენლობის ენერგია. არა, უბრალოდ აქ გულწრფელი ემოციებით მოდის და რამდენად მიიღებთ ამ პარტნიორს აქ უკვე თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რასაკვირველია, თუმცა იმის ალბათობა რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს საკმაოდ გულწრფელი ემოციებით ძალიან დიდია. კარგი, მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა. ჯანმრთელობაზე გითხარით კიდეც. აი რა იქნება რჩევა თქვენთვის? რა უნდა გაითვალისწინოთ ამ უახლოესი ერთი თვის პერიოდში? რა უნდა გაითვალისწინოთ? ვაუ, კარიერაში ძალიან ბევრ თქვენთაგან თან სხვათა შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლები. აქ და წინააღმდეგობის პერსპექტივებიც არის. შესაძლებელია სამსახურთან დაკავშირებით სადმე გამგზავრებაც გადაწყვეტოთ. აქ ბევრი თქვენთაგანი სამსახურს თუ არა მოგზაურობასაც აუცილებლად მოგზაურობაში წავა, იმიტომ რომ აქ ოჯახთან ერთად იხართ ნავში მიემგზავრებით. აქ ნიშნავს კალისნიცა ზუსტად მაგას ნიშნავს მოქმედებას და მოძრაობას და მოკლედ აქ ძალიან საინტერესო რა იქნება რჩევა ის რომ თუ ვინმე დაგეგმილი გაქვთ სადმე გამგზავრება დასვენება აუცილებლად წადით არ გადადოთ, იმიტომ რომ მოაქვს ძალიან დადებითი ენერგიები, პირიქით გამოგიყვანთ ის რაღაცა ძალიან დაბალი ვიბრაციებიდან, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია ხართ სხვათა შორის. კრიზისულ პერიოდებიდან გამოგიყვანთ, ანუ ის გასვლა თუნდაც საზღვრებს გარეთ თუ ეს გამგზავრება სადღაცას იქნება ერთგვარი შვება თქვენთვის, როგორც ფიზიკურ მდგომარეობა, ასევე სულიერი მდგომარეობაც. თუ განვიხილავ ამას როგორც პერსპექტივა, სწავლა, განათლება და კარიერა, მაშინ გეტყვით იმას, რომ ბევრ თქვენთაგან შესაძლებელია გამგზავრება მოუწიოს სამსახურთან დაკავშირებით, ანუ წყვეტა, გადაკვეთა აუცილებლად საზღვრების შემოწმებასება შორგზაზე აქ საუბარი, ეს კარგი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ბედნიერების არკანში ამოდიხართ თასების დედოფალი კმაყოფილებაში, რასაკვირველია, რაც გამოგიყვანთ იმ კრიზისში, იმიტომ რომ ხუთიანი პენტაკლები ერთგვარად კრიზისულ პერიოდსაც გადიხართ ფინანსებში, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი თუ გზა იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ კრიზისულ პერიოდებიდან. ფინანსებს გულისხმობ საკმაოდ წარმატებული გზა იქნება. კარგი, და საბოლოო შედეგი რა იქნება საინტერესო ცვლილება ერთი არკანით. აი თვითონ ამომიხდა. მირ. სამყარო. ერთი რამე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ სამყაროს შვილები ხართ. არ არსებობს ადამიანისთვის სიტუაცია, არ არსებობს მდგომარეობა, სადაც გამოსავალი არ არის. მიენდეთ სამყაროს, მან უკეთესად იცის რა არის თქვენთვის კარგი და რა არა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.